14 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რევა სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბის ინიციატივით თამარ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა ვახტანგ ახალაძემ ჯეოლიფტივის მაყურებელს რამდენიმე სიტყვით ესაუბრა თამარ მეფის ღვაწლზე საქართველოს წინაშე. დღეს ამ ღონისძიებას აწყობს ბატონ რევა სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბი. მე ამ კლუბის სტუმარი ვარ. დღეს პირველად ვარ ამ კლუბის შეკრებაზე და რადგან დღეს წმინდა დიდი კეთილმსახური მეფის თამარის ხსენება, ჩვენი საუბარიც მისი წარიმართება. სასაუბრო თემას ასე უწოდეთ. ჩვენი ისტორიული წარსული აწმყო და მომავალი წმინდა თამარ მეფის ხატება. ის რაც ჩვენ ყველაზე მეტად ჭირდება, ეს არის ეროვნული და სულიერ ზნეობრივი იდეოლოგია. ჩვენ შევეცდებით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გვარად მოახერხა წმინდა დიდმა მეფემ თამარმა შეექმნა ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიურ, სტრატეგიულად, სულიერ, ზნეობრივად, კულტურულად. რასაც ვუსურვებთ დღევანდელს. საკუთარი დამოკიდებულება წმინდა თამარ მეფისა და მისი ღვაწლის შესახებ გამოხატა პოეტმა ემზარ კვიტაიშვილმა. თამარ მეფე ერთ-ერთი უწმინდესი სახელია საქართველოს ისტორიაში. მისი მადლი მთელ საქართველოს მოეფინა და მისი ძალა რო გაამთლია მან თავის დროზე ერი და შემთხვევაში არ არის რომ ყველაზე დიდი ქმნილება ქართული სულიერების ერთდროულად მის ეპოქაში დაიწყო. თამარის სახელი აუშლელია და მიხარია რომ მის სახელზე ახლახან მონასტერი აშენდა შინდიში, რომელიც მამა ადამის მეურვეობით ხდება ესა და თამარის სახელი სულ უფრო და უფრო წინდება. ახლა ეს არა მარტო ხალხურ პოეზიაში, არამედ მთელი ჩვენი ეს უდიდესი პოეტები ვაჟა-ფშაველა, გრიგოლ ორბელიანი მის სახეს წმინდად ასახავენ და ეს არის ჩვენი ერის ნამდვილი ესე ხსნის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც უდევ ჩვენ წინ წაგვიძღვება ეს თამარის სახე. აი ამ მონასტრისადმი ლექსიც მაქვს მიძღვნილი, გამოქვეყნებული და ალბათ წიგნშიც შევიტან, რომელსაც ახლა გადავწევ სასწაულად და გამოჩნდება თუ ჩემი მხრიდან როგორი თაყვანისმცემელი ვარ მე ამ უდიდესი მეფის და წმინდანის. ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა. არქიმანდრიტმა ადამმა ვახტანგ ახალაძემ ღონისძიების მონაწილეებს წმინდა მეფე თამარის ხსენების დღე მიულოცა და წაიკითხა საჯარო ლექცია საქართველოს წარსული, აწმყო, მომავალი წმინდა მეფე თამარი, სანაწილე გულსაკიდი ჯვარი. ღონისძიება ჯეოლიფტივის მაყურებლებისათვის შეაჯამა რუსთაველის კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ბარისაშვილმა. ეს არის დასრულდა წმინდა თამარ მეფისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დღეს 14 მაისია და მთელი საქართველოს ზეიმობს ამ დღეს, რადგან თამარი იყო წარსული, აწმყო და არის საქართველოს მომავალიც. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა ზუსტად ამ კონტექსტში წარიმართა. ვინ ვართ, ვინ ვიყავით და ვინ ვიქნებით, იმ მასში შესული ადამიანები, ვინც წმინდა თამარის ქვეყანაში